გორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ამ ფაქტში ოპოზიცია და უფლებადამცველები წამების კვალიფიკაციას ხედავენ, ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია სწორი კვალიფიკაცია მიენიჭოს საქმეს და ამით მიმდინარეობდეს გამოძიება, რადგან პოლიციელების მხრიდან ეს არ არის ერთეული გადაცდომა, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც წლების განმავლობაში დაუსჯელობის სინდრომით დანერგა და წაახალისა ქართულმა ოცნებამ. ოპოზიცია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ოცნების ხელისუფლებამ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რადგან გორში მომხდარი ფაქტი და შოკის მომგვრელი კადრები, რომელიც დღეს საზოგადოებამ იხილა, არის მხოლოდ ერთეული შემთხვევა, რისი გადაღებაც მოქალაქემ შეძლო, თუმცა ამის მიღმა არსებობს ძალიან ბევრი ფაქტი და ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ასობით დემონსტრანტის წამების შემდეგ მხოლოდ 2 წლის თავზე და მხოლოდ 5 სპეცრაზმელი დააკავეს, დანარჩენი ფაქტები კი ამ დრომდე გამოუძიებელი დარჩა. გარდა იმისა, რომ არ გამოიწვიეს ფაქტები, მათ აღნიშნული ძალადობა იმით წაახალისეს ოპოზიციის განცხადებით, რომ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც დემონსტრანტების წამების უკან იდგნენ, ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს. სხვა რამეა უფლებამოსილების გადამეტება, ეს იყო პირდაპირ ჯგუფური, ძალადობრივი ისეთი ტიპის ქმედება, რომელიც შეიცავს თავისი ფორმით და შინაარსით წამების და არაადამიანური მოპყრობის შემადგენლობას. ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული ძალადობრივ ქმედებებს შორის აი მკვლელობის შემდეგ და სხვათა შორის კიდევ უფრო მძიმე იმ კუთხით, რომ თუ მკვლელობის დანაშაულებებს აქვს ხანდაზმულობა, წამების დანაშაულს ხანდაზმულობა არ აქვს. სად არის პოლიტიკური გუნდის პასუხისგებლობის საკითხი, სად არის კობახიძის პასუხისგებლობის საკითხი და გამოვიდეს და თქვას ელემენტარულად თუ გრძნობს პოლიტიკურ პასუხისგებლობას და რაში მდგომარეობს მისი პოლიტიკური პასუხისგებლობა, როდესაც უკვე ათეულობით სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულია გამოძიება, აქციების დარბებიდან მოყოლებული და შედეგები თითქმის არც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის. გორში მომხდარი ფაქტი არ არის ერთეული შემთხვევა. ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც ჯგუფურად რამდენიმე პირის მონაწილეობით განხორციელდა და საჭიროებს სრულ, დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას. ყველა მონაწილე პირი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი. ასევე აუცილებელია ასეთ ადამიანებს სამომავლოდ აეკრძალოთ სამართალდამცავ სისტემებში საქმიანობა. სად არის ქართული ოცნების როგორც პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა დაისაჯონ თუ არა უმკაცრესად მოძალადე პოლიციელები, ამ კითხვებზე პასუხისგაცემა ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს საერთოდ არ უნდა. დღეს მედიასთან გამოჩნდა ირაკლი კობახიძე, რომელთანაც ასევე დაისვა კითხვა გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მან მხოლოდ ის თქვა, რომ არ იყო სასიამოვნო ის კადრები, რომელიც ვნახეთ და რომ იქნება შესაბამისი რეაგირება. ქართულ ოცნებაში არ ამბობენ რა არის შესაბამისი რეაგირება, აქვს თუ არა მათაც კითხვები გამოძიების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და არის თუ არა აღნიშნული დანაშაული სისტემური. მე ნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და იქნებათ სათანადო რეაგირება და ამაზე რა თქმა უნდა საზოგადოება იქნება ინფორმირებული. უნდა დაისაჯონ თუ არა პოლიციელები, რომლებიც აქცეულ ადამიანს წითლებს უტყავდნენ. რთულია პასუხი? აღძრულია საქმე შესაბამისად. თუ კი არსებობს ნიშნები, უყურე სამართლებრივი შეფასება. ამისათვის შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ. მე მაქვს ინფორმაცია, რომ შესაბამის უწყებებში დაწყებულია მოკვლევა და აუცილებლად ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. არ აქვს მნიშვნელობა პოლიციელია თუ რიგითი მოქალაქე. რა კადრებიც ვნახეთ, არ არის სასიამოვნო სანახავი, ნამდვილად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისი უწყებები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. ეს არის რაც შემიძლია, რომ გითხრათ დანარჩენი სამართალდამცავი უწყებების კომპეტენცია. ვფიქრობთ, რომ უნდა დააკავოს პოლიცია. როგორ მივიდა სამართალდამცავი უწყება იქამდე, რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად იძალადონ მოქალაქეებზე, ისე რომ არ ჰქონდეთ არანაირი შიში პასუხისმგებლობის, ეს გააკეთონ ათობით კოლეგის თანდასწრებით. აი ამ კითხვებზე ოპოზიციას და უფლებადამცველებს მარტივი პასუხი აქვთ. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი და რომ არა ერთი მოქალაქე, რომელმაც დღეს შეძლო აღნიშნული ძალადობის საკუთარი ტელეფონით დაფიქსირება, ეს ფაქტიც ისე ჩაიფარცხებოდა, როგორც წარსულში მომხდარი არაერთი ფაქტი.